Უშინცინ ზოგიერთი ჩვენი ხელმძღვანელები ბატონი ნიშა ზურაბი Ezgoelები არ მოდიან. შეიძლება თქვენ აიჩნევთ 5 კაცი, 10 კაცი. და დღის ბოლომდე როცა გინდათ მოდით, შევხვდეთ, ვისაუბროთ და ყველაფერი გავარკვიოთ. თქვენ მამაცი კაცი ბრძანდეთ. ვიცი თქვენ. მობრძანდ, დაგე მიკროფონთან მობრძანდ. ედა გიგებით წინ, ედა გიგებით. ორდასე Давай, მოვიდი და ჩემ დალახვაზე ჩახტა მანქანაში და ჩახტა მანქანაში და კუთხელივით გავიდა აქედან. მე მინდა უთხრა მას ვერანაირი ხრიკებით იგი ხალხის რეაქციას ვერ დაუძლება. ერთ-ერთი სალაპარაკო მასთან რაც შეიძლება იყოს არის ის მოვილაპარაკოთ იმ პირობებზე, რა პირობებითაც იგი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, დაგვალებოს თავი და მოაშოროს თავისი ბანდა. სიმართლე გითხრათ, მაყოფილი ვარ რომ მივედი. ეხლა მე ვიცოდი რომ ტაშის გრიაელთ არ შემხვდებოდნენ. მე ვიცოდი როგორი იქნებოდა რეაქცია. მაგრამ მე დილით და დამოვედი უთენია სახლიდან, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს შეხვედრა. როგორი რთულიც არ უნდა იყოს და შეურაცხყოფელიც კი. მე მაინც უნდა მივიდე, იმიტომ ჩემი ხალხია. ჩემი შვილები არიან, ჩემი შვილიშვილები არიან. ზოგიერთი რაიმდანაა ჩამოსული, უფრო ასაკოვანი ხალხი, სერიოზული საუბარი იყო. ისიც საინტერესო იყო ჩემთვის. მიხეილ სააკაშვილი მე არ მინახავს, აი მეუბნებიან რომ იქ იყო და იყო გამხეცებულიო და არის გამხეცებული იყო და დაწნარებული იყო და მე ვერ შევხედე სახეზე, მაგრამ რაც მე ტელევიზიაში ვნახე პირველ არხზე, შემზარა, უბრალოდ შემაშფოთა და არწმუნებული ვარ საქართველოს მთელი მოსახლეობა. მე ძალიან გთხოვთ ისა მონაკვეთი აჩვენეთ, თუ გაქვთ საშუალება. თუ არა და ისე პირველ არხს უნდა ვთხოვ, გაიმეორონ ეს რა ელოდება საქართველოს. საქართველოს კიდევ 37 წელი ჭირდება? ციხეებში დალპობა ჭირდება ხალხს?
გინდა პრეზიდენტი იყოს, გინდა მინისტრები იყოს, ხვები იყვნენ, მოქალაქეები. ეს არის დღევანდელი დღის ამოცანა, დღევანდელი დღის მოთხოვნა. ამიტომ ცოტა ახლა ღელა, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს დაუშვებელია. ხვების არიან ოპონენტები, რომლებსაც მე ვეპატიჟები მობზანდით, ვიმსჯელოთ, მიხეილსაც ვთხოვე. გამოაცხადე ტელევიზიით, მობზანდით და ვიმსჯელოთ, ვილაპარაკოთ. არ უნდათ ეს. უნდათ ის, რომ რაღაცა 20 ბავშვი თუ 30 ბავშვი დროშებით, ბავშვმა ეს დროშები აფრიალონ და მოითხოვონ, გადადექი, გადმოდექი. არ არის, კაცო, შენი საქმე ეს უნდა გადაწყვიტოს საქართველომ. რეალოდება საქართველოს. შემიძლია მე ეს 12 წელი ჯოჯოხეთური წლები ნახევარი სიცოცხლე მოახმარია პატარა სტაბილურობის შექმნას. ეხლა დაუშვა ის, რომ მოვიდეს ხალხი, რომელმაც ყველაფერი დაანგრიოს და დაარბიოს ისე როგორც ეს იყო 90-იან წლებში. არ შემიძლია მის დაშვება.